საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით პროექტი ნორჩი ფეხბურთელები მიმდინარეობს. პროექტი აფხაზეთიდან დევნილ 25 ახალგაზრდას აერთიანებს. ისინი 10 დღის განმავლობაში საფეხბურთო აკადემია რუხში საზაფხულო სპორტულ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას. საფეხბურთო თუნებს ახალგაზრდებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ. პროექტის ფარგლებში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ნორჩი ფეხბურთელები საფეხბურთო კლუბ ოდიშს დაუპირისპირდა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება უკვე მესამე წელია საქართველოს ფედერაციის მხარდაჭერით აკადემია რუხში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ნორჩი ფეხბურთელები 10 დღის განმავლობაში გადიან გადამზადებას, მათ ძალიან ისეთი ინტენსიური ვარჯიშები აქვს, დღეში ორჯერ მწვრთნელები უტარებენ, ასევე ეცნობიან ღირსშესანიშნაობებს აქვე ახლოს მდებარე და ყოველ მეორე დღეს ძალიან საინტერესო ექსკურსიები აქვთ, ასევე ძალიან კარგად დაემთხვა 21 წლამდე ჩემპიონატი, რომელსაც საქართველოს მასპინძლობს. ახალგაზრდები დაესწრნენ მეოთხედფინალის მატჩს და ასევე დაესწრნენ ფინალურ შეხვედრას. ეს მათთვის დაუვიწყარი დღეები იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფხაზეთის მთავრობასთან ერთად უკვე რამოდენიმე წელია ახორციელებს ამ პროექტს. კერძოდ ჩვენ აკადემიაში, რუხში ბავშვები 10 დღის განმავლობაში ჩერდებიან საზაფხულო კემპი, სადაც არის, რა თქმა უნდა, ვარჯიში, ფეხბურთის თამაში, ჩვენი კვალიფიცირებული მწვრთნელები ასწავლიან, ეხმარებიან, სიახლეებს გადიან მათთან ერთად, ერთმანეთთან თამაშობენ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი და არა მარტო ფეხბურთის კუთხით, ასევე ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ სხვადასხვა აქტივობებს გეგმავთ მათთვის. მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ მათ და ვიმედოვნებთ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შეკრებები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მეტოქეს მოწინააღმდეგე გუნდს, რომელიც ძალიან ლამაზი და კარგი თამაში შემოგთავაზა. ჩვენი მიზანი არის ის, რომ მეტი ბავშვი ჩართოს სპორტში და სპორტი უშუალოდ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. გავუგზავნით თითოეულ ახალგაზრდას ამ მესიჯს. კაი თამაში იყო მოწინააღმდეგე გუნდზე, რა შემიძლია ვთქვა, კაი ბიჭები არიან. წარმატებებს ვუსურვებ ყველას. ჩვენც კარგად ვითამაშეთ პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმის ასეც ნამდვილად არ მოვეოდით, მაგრამ ბიჭებს ფიზიკა დაგვაკვდა და ცოტა მომზადებობა დაგვეწყო. მაგრამ ამ დღეში რაც მოვასწარით, აი იმის მიუხედავად პირველი ტაიმი იყო ძალიან კარგი და ამაყი ვარ ბიჭების გამო.